ბატონგია, თქვენი აზრით, მაშინ როდესაც ბატონმა ზურაბმა საჯარო დამოიღო მარიხუანა ჯოინტი და გააჩუქა, გაასხვისა, არის თუ არა ეს დანაშაული და უნდა გამოიშვათ თუ არა გუშინ პოლიციის განყოფილებიდან. ეს კითხვა მეტად მოულოდნელია ჩემთვის, რომ მე ამ კომპეტენციაში ვერ ჩავერავი, მაგრამ ადამიანად მე მართალია გამოუშვა ძალიან გამიხარდა. კარგი, ბატონგია, თქვენ გავაგრძელებთ თქვენთან საუბარს, სანამ გადაცემაზე დათანხმდებოდით დებატების ფორმატს, თქვენ მკურთხევა აიღეთ, თუ არ ვცდები 5 მოძღვრისგან. მე 4 მოძღვრისგან, კი ბატონო. მე არც პრეზიდენტს არ ვაცნობ ხმას, არავინ არ მომაჩნია კანდიდატურას. იქნებ ამ გადაცემისადმი მე მომცეთ ხმა რა. არ მიდიხართ არჩევნებს. გამორიცხულია, იმიტომ რომ 4 მოძღვრასო დაველაპარაკო. 4 მოძღვრასო დაველაპარაკო. ეს იმდენ მარტივი თემებია. ვაკარს ტრანსცენდენტობა ესე იგი შეეკამათება თავისუფლების საქმეს. არა ისეც, როგორცაც მაგალითად აი ბატონი ჩვენი ოპონენტის ესე იგი ორგანიზაციაც არ მოაჩენს. თავისუფლება მე მაგნატიში მეგონი ერთი და იგივე სამბობთ ჩვენ. ჩვენც მაგას სამბობთ, რომ ადამიანი არის, ადამიანის სხეული არის მისი საკუთრება 100% და ის არის თავისუფალი. თავისუფალი ისა. სულიც მისია და გონებაც მისია და ყველაფერი მისია. კი ბატონო, მე მაგას ვამბობ ჩვენ. შესაბამისად, ანუ თავისუფლება მათ შორის გულისხმობს იმას, რომ ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და ის აკეთებს ყოველდღიურად მილიონ არჩევანს, ყოველდღიურად სხვადასხვა რაღაცა. ეს იყიდოს თუ ის იყიდოს, იქ წავიდეს თუ აქ წავიდეს, დაიძინოს, გაიღვიძოს, იმუშაოს, დაისვენოს, იმრუშოს, აბორტი გააკეთოს თუ წილი დასამოს. ამას არ უნდა რეგულაციები? რეგულაციები კი, როგორ არ უნდა, მაგრამ ხო. მახროები ხო არა ვარ. ხო და თავისუფლების ზღვარი სად გადის? იქ სადაც ხვის უფლებები ილახება. თავისუფლებაც იზღუდება. ეს მომავ ზუსტად. გირჩთან თქვენ ხართ გირჩმაში. თქვენ ბატონო მართლმადიდებლები ყოფილიყართ. უბრალოდ ბატონ ზურას აქვს თავისი, ანუ ასე ვთქვათ, ორგანიზაცია, რელიგიური ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, რომელმაც მე პირადად მიხსნა ჯარისგან. როცა მამაოს უწოდებ შენ, ესე იგი, აფუძნებ რელიგიურ ორგანიზაციას, არაფრით არ განსხვავდები იმ ერეტიკულ თუნდაც პომპეზურ კათოლიკესგან და რომის პაპისგან. არაფრით არ განსხვავდები რომის პაპისგან. შიხვარა აქვს. 21 წლის ახალგაზრდა შვილი გარდაეცვალა დედას, რომელსაც სულოცულობდა დედამისი მორწმუნე იყო, შვილი არ იყო მორწმუნე. გააღიჩდა, გადაიგია დედამისი. და უპარ შეგაღადა ეს რა მიგენიო. 2 წლის ბავშვის არ იყოს ყოზურა. ხვდები, ესე გაბრიელის მონაყოლია, მამა გაბრიელის. და აიყვანეს ანგელოზებმა პირდაპირ უფალი ანახეს. რას მედავები, რა გინდაო? საწაიყვანა ჩემი შვილიო, არ შეეპოა. გამოიყვანეთ და აჩვენეთ შვილიო. გამოყავთ 2 წლის იქნება 21-ის თუ 80-ის რა მნიშვნელობა აქვს თუ კი 64-ში მოხდება, ხომ? გამოიყვანეს შვილი და იხარა დედამ, როცა ნახაშ არავანდედით შემკული უკტავებით შემოსილი. ცხოვრებული მისი შვილი. ეხლა რას ვთხოვო? რატომ წაიყვანო მაინც გული დაწყდა ამ ქვეყნის ცხოვრების სიამთქმილობის გამო, ხომ? ჩვენ გორია რომ ამ ქვეყნად ეს არის ყველაფერი 2 წლის ბავშვი ეცხოვრა, ის 80 წელი და მე ეს უკეთესი იქნებოდა, ხომ? უფალმა უთხრა მე სამყაროს შემოქმედმა უკეთ არ ვიცი ვინ როდის წავიყვანო მე შენი სიკეთის გულისვისო აჩვენეთ რა მოხდებოდა რო არ წამეყვანა შენი 20 წლის შვილიო და აჩვენეს დარჩენილი ცხოვრება როდესაც ჯოჯოხეთში რეები ჩაიდინა თავისუფალინებით და რა უფლის ხელშეწყობით და არა წინასწარ ეს არის სატანისტური მიდგომა რასაც ყველა ლაპარაკობთ წინასწარ იცოდა რომ ის გარდაიცვალებოდა პირიქით უფალი ბოჭავს მოროტებას, სადაც შეუძლია, ისე რომ თავისუფალინება არ შეეზღუდოს ჩვენი და მიხავს იმ პიკში, სადაც სიკეთის მაქსიმუმს აკეთებს ადამიანი. დიდი მადლობა ბატონ. ბევრი რამე ხლა არის არეული და არასწორად. ადრე მაგალითად, სანამ კომუნისტური რეჟიმი შემოიტანდა ამ აღრევებს, ხო? და დაანგრევდა მართლმადიდებლურ საფუძვლებს. ესე იგი, სპეციალურად ირჩეოდა წყვილები. ამის მთელი ინსტიტუტი არსებობდა. მე არ დავაკვრა ხანუნებს და მაჭაკრებს, მაგრამ მე ვიცი რომ მართლა ისე არ აიტაცონ ახლა, მაგრამ აბანოშიც კი მიყავდათ ქალებს დედოფალი, მეფე, კაცებს და შესაბამისად აქედან ადგენდნენ, რამდენად ისინი სექსუალური პარტნიორები იქნებოდნენ. ეს ინსტიტუტი იყო სპეციალური. ვერ მივხვდი ასაკეთებს. ხო, შეიძლება ადამიანი მოიყვანო ცოლად და შემდეგ ფიზიკურად ვერ შეერწყო, ხო? კი, რა თქმა უნდა შეიძლება. და ამისთვის არსებობდა ინსტიტუტი, როდესაც
აბანოში რა შეებოდნენ კონკრეტულად? ფიზიკურ სხეულს ამოწმებდნენ ადამიანს. ანუ უბრალოდ ხდით მე მეგონა იმათ ერთად უშვებდნენ აბანოში. არა, ეგ როგორ. ესეც ერთი კარგია. გარეგნობას ამოწმებდნენ, ანუ საჭრელი შემოვიტანე. მაყურებელს მოусმინოთ და ფაცურაიას შემდეგ მეცას საფუძველი. გამოჭრია. დარვინის თეორიაზე. გისმენთ? იზიარებს თუ არა დარვინის თეორიას და ბატონ ზურასთან მექნება რა აზრის არის ბორდელების ლეგალიზაციაზე. მე მკითხა დარვინის თეორიაზე რა აზრისა ხარ და ბორდელების ლეგალიზაციაზე. მოდი ბორდელები დაიწყე, იმიტომ რომ დარვინი ბორდელზე უარესია. მაშინ სოფლიო კრების ხსენების დღე, სადაც დაკანონდა ასე იგი წამსი თავს ერთი ღმერთი ამაყურებსა ხრობელი შემოქმედდა ქვეყანისა ფილმთა ყოველთა და არახელთა ერთი უფალი ესაკუცა ძენ ხოლოჩობილი მამისაგაშობილი უცნაეს ყოველთა საუკუნეთასა ნათელი ნათისაგა ხრეთი შეშმარცისა ღვთისაგაშობილი და არაქმნი ერთ არის მამისა რომისა ყოველი შეიქმნა რომელიც ჩვენთვის ქასტათვის გარდა მოხდა ზეც და ხოთი შეისხა სულისაგან წმედისა და მარიამისა ქალწულსაგან და განკაცდა და ჯვარცოცა ჩვენთვის თოთოისა პილატესზე იერემო და დაეპო და აზა მესამისა დღესა მომავალს გაგიტყვა ცხოველთა დარდა რომელსაც უფლის არ აქვს დასასრულს და სულიწმიდა რომელიც მამისაგან გამოვალს მამისათან ძისათან თაყვანის სისტემაზე იდეებს რომელი იტყვა და ცენასა მეტყველთა მიერ ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია აღვიარებ ერთ სანათლისღებასა მოსათაურად ცნობასა მოვალე აღდგომასა კვეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა ბატონო ზურაბ აი ახლა რაც მე ვილაპარაკე აქ ამ სიტყვებში რამხელა მეცნიერება სიკეთე სიყვარული დევა მოგესალმებით ბატონებო. მოგესალმებით, დასვით შეკითხვა. ეხლა უყურებ ზურა ჯაფარიძის და აი რაღაც თვალები არ მომწონს და მე მგონი ეშმაკი ყავს ჩასაყრელებული და სად უჩევთ ბატონო გია რომ აი ამოიღოს ეს განიდევნოს. კარგი ეს მე ბატონ ზურას რას თქოთ? არაფერი. ეგზორციზმის. ურციოს რამე რომ როგორღაც ისა თვალებიო რა. ზუნო ჩემში არის ეშმაკი და თქვენ თუ შეგიძლიათ რომ განდევთ. ვიშია ეშმაკი და ვიში არა. მაგი მართლა ღმერთი უნდა იყო რომ დაინახო. ან დიდი წმინდანი. მასე ნულაპარაკობ, თორე მართლა მოგივა ის ეშმაკი. ზურასთან გერა შენთან შემოვა. მოჭრია რა. ბატონ ზურა, თქვენი რეკლამა გადის თუ არ ვწდები ერთ-ერთ პორნო საიტზე. რატომ გადაწყვიტეთ რომ პორნო საიტზე გაგეშვათ რეკლამა, შემდეგი ლოზუნგით მეტი სექსი, მეტი თავისუფლება და მე ზომის გაზრდას არ გპირდებით. ფიქრობთ რომ ეს არის მარკეტინგულად სწორი გათვლა, ხომ ალბათ? კი, ამ გამართლაც არსახად მაგრამ სხვა შევედი, მინდოდა მომენახა და ვერ ვიპოვე. აღარ არის, არის ცოტა ხანი იყო, ერთი კვირა იყო დაახლოებით. 5 დღეში ქონდა 9.5 მილიონი ჩვენება, ანუ და აჩვენებდა მხოლოდ საქართველოსთან. აუ, მარტო საქართველოსთან მით შედიოდა, იმათთვის ვარდებოდა ეგ რეკლამა და საქართველოსთან ბევრი საქართველოსთან როგორც ჩანს, ბევრი სარგებლობს იმ კონკრეტული ერთი საიტი, თუმცა რამდენიმე საიტზე გვეტყვის, ხების სტატისტიკა არ ვიცი ნათელი. კი ბატონო, მარკეტინგად გამართლებულია. თქვენ მოგწონთ ეს ლოზუნგი, მეტი სექსი, მეტი თავისუფლება, მე ზომის გაზრდას არ გპირდებით. ორ კვირაში ქონდა 2 მილიონი ნახვა და თუ მასე გინდოდა ვის რეკლამა? სუმერის რეკლამაში მე დათოვრო ვარ. ხო და თუ ასე გაინტერესებდა თუ გიჩის რეკლამაში თუ მიიღეთ მონაწილეობას სიამოვნებით. როდესაც ისაც გაბრალები რომ ჩვენ გაფინანსებთ. აღიარებს და როდესაც მართლმადიდებელი გახდებით დიდი სიამოვნებით მიიღეთ. მანამდე გოყვასა დარჩები და ძმა. ბატონო კარგად ისმის. დიახ, დასვით. აუ, იმდენი ხანია რომ რეკორდს ძრიფ შემოვედი. ამ ლამაზი სიტყვებით მინდა დავიწყო, რომ ბინისფერია სოფელი თანდათან უფრო მინდება, ეს ჩვენი სიცოცხლე მალევე გადაფრინდება. ბატონ ზურაბ ჯაფარიძისთან მაქვს პირველი კითხვა და შემდეგ უკვე ბატონ გიასთან მინდა რომ ორივე საკმაოდ დიდი პატრიოტიზმი დაუდასტურო, დიდი ხანია მათ შემოქმედებას უყურებასე. ბატონ გია შემოქმედებას უყურებდა ახალ ერთი წლიდან, ბატონ ზურაბ ისტორიას საფიძებთან, კითხვა რასაც შეეხება. აი მაგალითად მე მინდოდა რომ მოსულიყავ კანადის ფესტივალზე, მაგრამ შემოწმეს როდესაც მიდიოდა ჩანთების შეხება, მაგრამ ჩემი ჩანთები შეამოწოს ამ მე და ვაშლები და მის შესაძლოა ვაშლების შემოტანა არ შეიძლება და მე ვთხარი რომ თუ ვაშლების შემოტანა არ შეიძლება, მე მინდა რომ განსაკუთრებით ეს პროპაგანდა გაუწევთ, მithot განსაკუთრებით პროპაგანდის გაწევა არ შეიძლება, მაგრამ შეიძლება ხები შემოიყვანოთ ეზოში, ანუ ხები ეზოში დარბიანო, მაგრამ ჩეჩნეთში ბავშვები მშვიდები არიან. და რაც შეიძლება ჩემ თვითონ ბატონო გია როდესაც ვაპარაკობდით პლაზმურ თერაპიაზე ხო თუ შესაძლოა როდესაც პროტონებით ხდება მკურნალობა რა განსხვავება პროტონებით მკურნალობა შორის და იმ ლაზერით მკურნალობა შორის ეს ერთი კითხვა თქვენთან აი როცა სიტყვაზე კიბოს უჯრედებს
კლავენ ალბათ ეგ არის რომ დასრულებით ხდება პროტონს ესვრიან და პროტონი ხო მაგალითად როდესაც ვიცით მექანიზმი დიაგნოზი და ბიზნეს აფინანსება და მეცნებდენ და თუ შეიძლება დაამალ გამიჩნდება ბატონ ზურაბსაც დაუსვავ კითხვას რომ ბატონ ზურაბ რა მაინტერესებს აი მაგალითად რო ავიღოთ ორი შედარება პირველი არის რომ გია მაისაშვილის მიშვილები არიან მორბენალი კაცები მეორე შედარება არის რომ მაგალითად ფეიქიშვილების საგვარეულოში აქვს დათესილი სამი ძირი ერთი არის სატივა ის ორი ძირი აკორმოზაშვილი იყო და ამნეზია და ამ ურმა ძმა არ გაიხარა მიუხედავად იმისა რომ მიწის მაგივრად წყალში ჰქონდა ჩაგბული და ბულბულატორებით დატანილი ჰქონდა თიკაურობა მაგრამ დამაინტერესებს ხა კითხვა რაც შეეხება მაგალითად როცა დაღმა რო თქვა საჩვენებმა უცხოხიანმა დაღმა რომ დემოკრატია ლობიოობა არ არისო და ამის გადამღერება მოხდეს ასუსის ლეპტოპის მეშვეობით უკვე ხაზრობაში ამ შემთხვევაში ვისი გააზრება შეიძლება რომ ხაზრობა შეიძლება იყოს ინტელექტუალური ინტელექტის ამაღლების აი მაგალითად ფილმი არის რომ How small is life სადაც ცოლქმარი არიან მოხუცები და ქმარი არაკმაყოფილების უფლებას იმიტომ რომ საერთოდ არაკმევინებენ საერთოდ არაკმევინებენ რაღაცა გლობალიზაცია იყო ამ საზრდოლის დასწრებაში და კიდევ რა მაინტერესებს რომ მაგალითად ავღანეთში რო წავიდნენ ბავშვები და დაიწყო რა მაგარი ხია ზეა მადლობა ზარისთვის